ალტერნატივა. Არსებობს ისეთი დაწესებულებები, სადაც შეიძლება მოათავსო არასრულწლოვანი და განახორციელოს თქვა მისი ხელახლა აღზრდა, რასაც წესით უნდა ისახავდეს. ანუ სასჯელის უნდა იყოს და რატომ? ჩვენ სასჯელის მიზნებში, როდესაც ვიწერია რატომ უწესებთ ადამიანს სასჯელს, წერია, განსაკუთრებით წერია არასრულწლოვანებზე, რომ სასჯელის მიზანი არის არასრულწლოვანის ხელახალი აღზრდა და მისი რესოციალიზაცია, ანუ საზოგადოებისთვის მისაღებ პიროვნება დაბრუნება. რეალურად ციხეებში რა მდგომარეობაც არის, აქედან შეუძლებელია როგორც ხელახალი აღზრდა, ისე შეუძლებელი არის რესოციალიზაცია. ხელახალი აღზრდა იმიტომ არის შეუძლებელი, რომ განათლებასაც კი ვერ იღებენ ნორმალურად. არის რომ დაახლოებით 4 კლასი გაერთიანებული არის, ახლა წარმოიდგინეთ, რომ მე-12, მე-11, მე-9 და მე-10 კლასები ერთად სწავლობდნენ საგნებს, ნორმალურია? სხვადასხვა განვითარების დონე გაქვთ. მერე სასჯელები ძალიან დიდი ზომის არის 3-დან 5 წლამდე ძირითადად ვთქვათ. ამ შემთხვევაში რასაც არასრულწლოვანს ნიშნავენ, მაგრამ საერთოდ არასრულწლოვანებისთვის ინიშნება თუ 15 წლამდე არიან 10 წელზე მეტი არ შეიძლება დაინიშნოს და თუ არიან 15-დან 18-მდე არ შეიძლება იყოს 15 წელზე მეტი. სასჯელი. აი წარმოიდგინეთ ბავშვი კი, ნამდვილად გააჩნია. ანუ ეს მაქსიმალური სვამო. მინიმალური ბავშვი 3 წლის ციხეში. 3 წელი ციხეში არის 14 წლის ბავშვი, ასე ვთქვათ, მას არ აქვს ნორმალური განათლება, უწევს ურთიერთობა თავისზე უფროს სხვა დამნაშავეებთან, ასე ვთქვათ, რომელსაც შეიძლება მეტად ჰქონდეთ ეს კრიმინალისადმი მიდრეკილება და რა გამოდის, რომ 3 წლის განმავლობაში ბავშვი არის ჩაკეტილი სივრცეში, აქვს კონკრეტულ პირთა წრესთან ურთიერთობა და შემდეგ ციხიდან რომ გამოდის, აღმოჩნდება ისე, რომ მას არ აქვს შესაბამისი განათლება, რომ დაეწიოს თავის თანატოლებს, თქვა ჩააბაროს უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. მას არ აქვს ფსიქოლოგია მოწესრიგებული, ფსიქიკა არ აქვს კარგად მოწესრიგებული. ხო, ესე არის სიტუაცია, არაფერი კითხები ჯერჯერობით, ხათი არ გქონდეს სოციალური სპეციალისტი და თავის თემას ჩავარდა ლაპარაკობს იმას, რომ არ ეჩერდება ყვავი. მაგრამ თემის ანუ რაც სამწუხაროდ ვერ ამოვასწრეთ. მოდი, ტოლერანტობა და კონსტიტუცია. ანუ ტრეინინგის თემებზე შევეხოთ მაშინ. და ვიჯოთ, უბრალოდ მაინც თქვი რომ არ არის სწორი. აი, მოდი გადავიდეთ, what's prices, მოდი ეს გავასწრებთ. კარგი, მოდი გავასწრებთ. და მოდი გადავიდეთ, წეღარო გითხარით აი ეს კანონები ხო რო თქვით. პირველი გვეწერა მე მოდი კანონების ერთობლივი. ხო. აი, მაგას გითხარით, წეღარო პიამეტი დაწერილი სამართალი, ანუ პოზიტიური სამართალი, რომელიც არსებობს რაღაცა რეალური სახით, რომლის საკითხად შეგვიძლია, რომლის გამოყენება შეუძლია, რომელიც თქვენი მიგუწდება. და ეს პოზიტიური სამართალი ძალიან არეულად და არასისტემატიზირებულად რო არ იყოს. გვაქვს რაღაც, ასე ვთქვათ, დარგებში მათი ამ ნორმების გაერთიანება. იმიტომ რომ რაღაცა სამართლის დარგი რაღაც კონკრეტულ ურთიერთობებს აწესრიგებს. აი რა. მოდი სქემას გაიგეთ, ხო თქვენს ვიზუალურად კარგად დასანახი იქნება რა. კონსტიტუციური სამართალი. პირველი ყველაფერი საფუძველი არის კონსტიტუციური სამართალი. და ვიღაცამ ცალკე გამოყო კონსტიტუცია და ჩვენ ცალკე გამოვყავით. რა არის კონსტიტუცია თუ იცით? კანონთა ერთობლიობა არა. მოდი ვთქვა, მაშინ კანონები არის, საავტორობრივების კანონიც არსებობს. რა კონსტიტუციაში არსებობს? ქვეყნის უზენაესი კანონი. ქვეყნის უზენაესი კანონი, მართალია. კონსტიტუციური სამართალი არის ის საფუძველი, რაზეც შემდეგში შენდება უკვე მთლიანი სამართლებრივი სისტემა. ანუ კონსტიტუციური სამართალი აყალიბებს ძირითად მიმართულებებს, რომელზეც ქვეყნის პოლიტიკაც და სამართალიც არის დამყარებული. ანუ თუნდაც არის ძირითადი კვლევებიც არის, რადგან მე ჩვენ უკვე ძირითადი სალექციო კურსი წავალ, ეს ყველაფერი გაწერილია რუსეთის კონსტიტუციაში. ანუ კონსტიტუციიდან იმას ეს ყველაფერი საფარავს. რაც არის უზოგადესი სამართლის პრინციპები, რაც არის უზოგადესი სამართლის ნორმები, ყველაფერი არის თავმოყრასული კონსტიტუციურ სამართალში და კონსტიტუციაში. რა ისე რეგულირებაც არის საფუძველი, რომ ავაშენოთ შენი უკვე სხვა სამართლის დარგებიდან განვავითაროთ ქვეყნის პოლიტიკა, აი ეს ყველაფერი რეგულირდება კონსტიტუციით. კონსტიტუციის შემდეგ ასევე არის კონსტიტუციაში ჩაწერილი ქვეყნის მოწყობის ძირითადი პრინციპები. მაგალითად ის, რომ ქვეყნის ხელისუფლება იყოფა თქვა სამ განშტოებად. ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ.
განსაკუთრება. ეს ყველაფერი არის კონსტიტუციაში მოწესრიგებული. ანუ კონსტიტუცია არის ყველაზე ზოგადი და როგორც წესი აწესრიგებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს. და შემდეგ უკვე არის სხვა კანონები, რომლებიც დეტალურად აწესრიგებს კონკრეტულ, ანუ როგორ ვთქვა, ქვესაკითხებად ყოფს კონსტიტუციაში გაწერილ საკითხებს. ერთი კითხვა. აი აღნიშნეთ, რომ კონსტიტუციაზე შემდგომ დამყარებული და დაფიქსირებული ყველაფერი, რაც სამხელს და სამხელს მოიცავს, ხო? მაგრამ ეს რამდენჯერაც ინგრევა უბრალოდ რამდენჯერაც იცვლება ჩვენი კონსტიტუცია თავიდან იწერება, მაგდენჯერ უნდა დაიღოს უბრალოდ დაინგრეს და თავიდან შედგეს ეს ყველაფერი. აი მაგალითისთვის აი ანუ ყველაზე მარტივი არის ეს, რომ კონსტიტუციაში შეიძლება ცვლილების შეტანა მაგრამ ეს ცვლილება არ უნდა იყოს იმდენად ფუნდამენტური, რომ თავდაპირველად დააყენოს ქვეყანა. ანუ შეიძლება ეს ცვლილება გაახსნას, მაგრამ როდესაც შენ აღარ აწესებ, თქვა, დემოკრატიული სახელმწიფო არ გინდა გინდა მონარქია, თქვა. ეს უნდა გაიწევოს კონსტიტუციაში. მე უკვე. აი ესე ხდება ფაქტობრივად სახელმწიფო. შენ ქონდა ერთი წყობა, გადავიდა მეორე წყობაზე. იმ წყობას თავის წესები, თავისი პრინციპები, თავისი კანონები და თავისი ჩვეულებები. ანუ ამ ყველაფერს უნდა მივაქცევთ ყურადღება და გავუთვალისწინოთ. კონსტიტუციაში იმ კონსტიტუციაში გაცვლილებები შედის. ეს არ ცვლის ამას, აი აგერა. არა, მაინც განსაკუთრებულად ცვლის. იმიტომ რომ თუნდაც ის რომ საპრეზიდენტო ქვეყანა ვიყავით და ახლა გამოდის რომ პრემიერ-მინისტრის მაინც ადამიანის თავიდან მორგება უხდება სამყარო. ანუ ყველაზე სწორი მიდგომა არის ის რომ კონსტიტუცია უნდა ჩამოყალიბდეს ისე რომ არ იყოს საჭირო კონსტიტუციის ცვლილებები. ნუ ამერიკის კონსტიტუციაში მაგათ არ შეტანილოს სამცვლელი. მეტი ცვლილება არ არის, როგორც დაწერილი დადეს, აი იმის მიერ ეს სამცვლელობა შესული სულ. და ბოლოს ცვლილება შევიდა მგონი 1887-ში, ესე რა, 1800-იანების ბოლოში. იმის მიერ არ შეცვალეს. აი მაგათ ჩვენთან ხო კონსტიტუციის პირველი ბუქლის მეორე პუნქტი, ესეთი რაღაც მიწერია. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. აი ეს გასასრულს სახელმწიფოს ფორმას. ეს დემოკრატიული რესპუბლიკა პატარა ჩანაწერი, ორსიტყვიანი ჩანაწერი რაც არის. სახელმწიფო შინი არის გასასრულს. რა ხდება და რა არის? ხო. ამ შემთხვევაში ხო, მაგრამ აი სხვა დრო შეიცვალოს და გახდეს მონარქია, მაშინ ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად და უკვე იყოს რომ საქართველოს წყობილება არის მონარქიული რესპუბლიკა. მაგრამ ის რომ ყველა მთავრობის შეცვლისას რასაც შეეხავენ კონსტიტუციას არის ძალიან არასწორი და მიუღებელი. უბრალოდ ყველა ცდილობს რომ ისე გადაანაწილოს ძალაუფლება, რომ იყოს მისთვის მაქსიმალურად კომფორტული. მიდგომა არის ძალიან არასწორი. აი, მოკლედ, რა გიგითხარი კონსტიტუციური სამართლიდან გამომდინარე სამართლის სხვა დარგები, ანუ კონსტიტუცია გაზრდილი და მე როგორ მოდის სხვა სამართლის დარგები. აი ეს დარგები არის ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც არის საჯარო სამართლის ნაწილი, ანუ მაგას საკითხად რა ხდება. და სამოქალაქო სამართალი. გამოდის სისხლის არ ნუ ხალხის დაუწყო სისხლზე ვალაპარაკოთ რამდენიმე იმას გელაპარაკოთ აღმოჩნდა კაი. მოდი თქვა თითოეული რას არეგულირებს, ხო? ამ სამართლის დარგი რას არეგულირებს? ვიღებთ ინფორმაციას მთავარი ამ დარგის მთავარი კანონიდან, ეს არის კოდექსი. ყველანი გადავშევთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ჩავხედოთ რა ხდება. ანუ კოდექსის მიზანი, ანუ ეს ადმინისტრაციული სამართალი განხორციელდა ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სამართალი მოიცავს საჯარო მმართველობას. საჯარო მმართველობას, კიდე. აი აქ ესეთი რაღაც მიწერია პირველი ბუქლის მეორე ნაწილში. კოდექსის მიზანია უზრუნველყო ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესების და კანონის უზენაესობის დაცვა. ანუ აი ამ კოდექსის ეს არის სამართლის მიზანი არის ის რაც უკვე წავიდა. აი ამ ყველაფერს ემსახურება ზუსტად ადმინისტრაციული სამართალი. საჯარო სამართლის ნაწილი რატო არის? იცით რომ აი არსებობს ჩვენ იმდენად პოლემიკაში შევდივართ, რომ ესე რთულიანი დაიცვა ზუსტი წყობა ყოველთვის. ანუ არსებობს ვერტიკალური და ჰორიზონტალური დამოკიდებულება ერთმანეთთან. საჯარო სამართალში, კონსტიტუციურ სამართალში და ადმინისტრაციულ სამართალშიც, ეს სხეულ სამართალშიც არის ერთი მიმართება, რომ ძევი დგას სახელმწიფო და ქვევი დგას მოქალაქე. ანუ სახელმწიფო უპირატესი არის მოქალაქისთან შედარებით. ამას ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი უფლებები დაიღუპება. უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული საკითხის მოწესრიგებას თავის თავზე იღებს სახელმწიფო. ზუსტად. მიხვდით ეს რა არის? სახელმწიფო მართლობას. მიხვდით? ანუ აქვს ვერტიკალური წყობა.
სახელმწიფო განსაზღვრავს კონკრეტულ წესებს, რომელსაც უნდა დაემორჩილოს მოქალაქე. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ირღვევა მოქალაქის უფლებები, იმიტომ რომ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ შემდეგ გაასაჩივროს თუნდაც სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ანუ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალ ურთიერთობაში ერთი მხარე არის სახელმწიფო, მეორე მხარე არის მოქალაქე. მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფო გარკვეულ უპირატესობაში არის მოქალაქესთან შედარებით. მაგრამ ეს უპირატესობა როგორც ხალხიან თქვა, რომ აისახოს იმაზე, რომ თქვენი ან მოქალაქეების უფლებები, ჩვენი უფლებები დაიგეს. შემდეგი სამართლის დარგი რაც არის, ეს არის სამოქალაქო სამართალი. ხალხი ხან დავიწყო. ანუ მე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი ვარ და მე შევიდა როგორც ხალხიან ეს უნდა დაიწყო ეს ველაპარაკი. არა, მოდი. ძალიან მარტივად რომ ვიტყვი. აი ესე ჩავხედოთ კოდექსს. კაი რამეა ეს კოდექსი დალოცვილი. აქაც ბევრი ცვლილებები შედის, მაგრამ რაღაც მაინც საჭირო რაღაცა. და სხვათა შორის პირველი მუხლი ვიყალიბებს იმას თუ რას წარმოადგენს აი ეს სამოქალაქო სამართალი. და აქ ამბობს რომ ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობას დამყარებულ კერძო ხასიათის მქონებრივ საოჯახო და პირად ურთიერთობებს. ეს რას ნიშნავს? აი აქ თუ გქონდა კონსტიტუციურ და ადმინისტრაციულ სამართალში ვერტიკალური თანაფარდობა ძალების. ანუ სახელმწიფო რო სახელმწიფო იყო და ყოველთვის მოქალაქე. და ჩვენ გვიწევდა ის შესრულება. ამ შემთხვევაში ანუ სამოქალაქო სამართალში რა გვაქვს? გვაქვს ჰორიზონტალური განაწილების პრინციპი. ანუ სამოქალაქო სამართალში სახელმწიფო გამოდის როგორც ჩვეულებრივი სამართლის სუბიექტი, რომელიც რაღაც საკითხს იგივე უფლებები აქვს, რაც მოქალაქეს. ზუსტად იგივე უფლებებიც არგებს. მაგალითად მე თუ ყიდი სახლს და ჩემი სახლის ყიდვა უნდა სახელმწიფოს, ის უპირატეს უფლებები ვერ გამოდის ჩემთან შედარებით. ზუსტად ერთ დონეზე ვდგავართ უფლებებით. ანუ მეც მაქვს რაღაც უფლებები, რაღაც მოვალეობები, რომელიც სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება და სახელმწიფოც აქვს ზუსტად იგივე. არა, ზუსტად იგივე ვერ იქნება, რომ ის იგივეა მეგაკუთვნილება, მაგრამ მაინც თანაბარ ზოგადოებებში ვარ თანაბრები. ანუ ერთ სასწავლებლის ორი პინა რო ავიღოთ, აქეთ არის სახელმწიფო, აქეთ ვარ მე, პინა არის გათანაბრები. არცევით არც ხვდებით. ხო ხვდებით? მოდი ახლა ხათი გითხრობ, ახლა და ილაპარაკეთ ეს სამართლის. ეს დავამატებ ადმინისტრაციული გაგება როგორც წესი არის რთული. მე პირადად საკმაოდ გამიჭირდა, როცა მასწავლდნენ და რატო. არ არის ზუსტად ახსნილი, რას ნიშნავს საჯარო მმართველობა. საჯარო მმართველობა ნიშნავს როგორც წესი, აი ძალიან მარტივად რომ გამიჭდეთ. მთავრობა ხო იცით ყველა, სამინისტროები. და კიდე იცით ადგილობრივი თვითმმართველობები, მაგალითად მერია, მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ. როდესაც ისინი აწესრიგებენ კონკრეტული დარგის მუშაობას. თქვათ, ენერგეტიკის სამინისტრო აწესრიგებს ანუ ქვეყანაში დენის მოწოდებას. ხო. ამ შემთხვევაში ეს არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ახორციელებს საჯარო მმართველობას და ამ ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებები ექცევა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. გავიგეთ ცოტა? თუ რამე გიხობ არის მოდი თქვით, იმიტომ რომ ხო, თუ რამე გაუგებარია, ან თუ დაიღალეთ, ეგეც შეგიძლიათ თქვა და ამ საკითხი შეიძლება მე აღარ მიფრთხილებ შემესალიცე კურსებს. ან ჯობია რომ მოდი გითხარით, ხო რა მაინტერესებს, ეგრე. კარგი. გადავიდეთ სისხლზე. ზედიხარ. არა, ეგრე არ ვაპირებ. ძალიან მარტივად ვიტყვი. სისხლის სამართალი არის უკიდურესი ზომა იმის, რომ მოაწესრიგოთ ურთიერთობები, როგორც ადამიანებს შორის, ისე ადამიანსა და სახელმწიფოს შორის, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. და რატო? ადმინისტრაციული სამართალის და სამოქალაქო სამართალის, თუნდაც ადმინისტრაციული სამართალ დაბლობათა კოდექსი, რომელიც შედარებით მარტივ ქმედებებს ჯის, ასე ვთქვათ. ნუ, სწორი არის, რომ სახტელებს აწესებს ამ მარტივი ქმედებებისთვის. რაც შეეხება სისხლს, სისხლი არის მართლა უკიდურესი საშუალება. თუ კი ადამიანმა ანუ განმარტება დანაშაულის არის ასეთი, რომ როდესაც პირი არ ყვევს კულტურისა და მორალის, ასევე სამართლის მიერ დადგენილ ნორმებს, მას გაცნობიერებული აქვს ამ ხო, მარტივად ვცდილობ და გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედებით ირღვევა ეს დადგენილი ნორმები და სურს ასეთი შედეგის დადგომა. ან ევალებოდა გაითვალისწინებინა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, ანუ განზრახვითი და გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ასეთ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართალის ჯის მას. და სისხლის სამართლის გამოყენების ძირითადი მიზანი არის ის, რომ მოხდეს შემდგომი დანაშაულის თავიდან დაცილება, პრევენცია. ასეთი ტერმინია. რაც ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართალს აქვს ორგვარი ეფექტი. ერთი არის, რომ პირმა იცის რა ქმედებისთვის რა დანაშაული
ჯერი შეეფარდება მას. ანუ მე რო მივიდე და მოკალე, ხატია ვიცი დავიჭი. რატომ? მოკალე. რატომ? არა, ისე მაგალითად ვიყავი. ხო. და მეორე მხრივ ეს არის თვითონ საზოგადოებაში უსაფრთხოების შეგრძნება. მე რომ ვიცი რომ ადამიანი რომელიც დანაშაულს ჩაიდენს და ისჯება კანონის შესაბამისად, თავს გრძნობ უსაფრთხოდ. იმიტომ რომ ვიცი რომ არავის არ სურს დაიმსახუროს სასჯელი. შესაბამისად ყველა ცდილობს რომ თავიდან აიგდოს დანაშაული. თუ კი რა თქმა უნდა არ ხდება ისე რომ ან მიზან მიმართულად ჩადის დანაშაულს, ან არ გამოიჩენს წინ დახედულებას რომელიც ევარდება. ანუ როგორც წესი სისხლის სამართალი არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ამიტომ არის ყველაზე ბოლო პუნქტი, რა ვთქვა. აი მოდი ახლა რო შევაჯამოთ აი ეს ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ მე და ხატი. აი ამ სქემის საფუძველს. გავაკეთეთ პატარა ესეთი ახსნა. ხო ეს ისრები რას ნიშნავს რატო გავაკეთე? მიხარული გავაკეთე, გავაფორმე. ესე კონსტიტუციური სამართლიდან როგორც ვთქვით, გამომდინარეობს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართალი. ყველაფრის საფუძველი გინდება კონსტიტუციური სამართალი. ეხლა რა ხდება? ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართალი არ თითქმის ერთ დონეზე მდგარი სამართალი, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობენ. შეიძლება სამოქალაქო სამართალი გათვალისწინებული ზიანის დადგომისას მე ასეთი ვარგო ადმინისტრაციული სამართალი. დამეკისროს ზიანის აღაზრდაობა. ასევე იგივე არის ადმინისტრაციული სამართალი დათხოვისას შეიძლება მე სამოქალაქო სამართლის პასუხისგება დამეკისროს. ანუ რაღაც ზიანი მივაყენე, რაღაც გადაცემა გავაკეთე ადმინისტრაციული სამართლით დავარღვიე, დამეკისრა პასუხისგებლობა და ჯარიმა დამეკისრა რაღაც გადახდა. ეს ისწავლება კარგი მე ვიყარაში. რა ჩვენობა სისხლის. სისხლის შემთხვევაში გვაქვს ორი შემთხვევა. ერთი არის, როდესაც აი წეგან ვახსენე ადმინისტრაციული სამართალდამთავრებები. ზოგიერთი სისხლის სამართლებრივი დანაშაული საერთოდ ნარკოტიკულისთვის. არის ისეთი შემთხვევები, როცა აუცილებელი არის რომ ჯერ პირს ჰქონდეს ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცნობა. მაგალითისთვის, ანუ ეს გამოვიყენებდეს ცნობილ ტერმინს პლანის მოწევა. პირველ შემთხვევაში, როდესაც დაადგენენ რომ პირმა მოწია პლანი, ხდება მისი ადმინისტრაციული წესით პასუხისმგება. ანუ აკისრებენ ჯარიმას. ხო, ნიშნავს იმას, რომ აკისრებენ ჯარიმას. თუ იმავე წლის განმავლობაში პირი მეორედ დაიჭირეს ამ პლანის მოწევაზე, შემდეგ ის უკვე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული და ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. გააჩნია, შეიძლება იყოს ეს ჯარიმა, შეიძლება იყოს პირობითი მსჯავრი, შეიძლება იყოს თავისუფლების აღკვეთა, ეს დამოკიდებული არის მოსამართლეზე, დამოკიდებულია პირობებზე. და კიდევ მეორე ვარიანტი, უკვე სისხლის და სამოქალაქოს ურთიერთკავშირი. როდესაც ერთმანეთს არ დავყოფოთ დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში, მაგრამ როდესაც პირი არის დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში, ამ შემთხვევაში თუ კი სასამართლო მას ცნობს დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, მას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო საქმეთა გამხდელო პალატას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება როგორც დაზარალებულმა და უკვე ხდება სამოქალაქო სამართალდამთავრება. აი ეს კავშირი არის ესე მარტივად რომ ვთქვა. ო, ანუ მე მგონი სამართლების ურთიერთმიმართება გაიგეთ, ხო სამართლის დარგების ურთიერთმიმართება. კითხვა არის? აი, ადმინისტრაციულ სამართლს შედის იგივე მერია, თვითმმართველობა, რაიონი მმართველობა და შემდეგ. დავუშვათ, არ არის მისი გადაწყვეტილება, თუნდაც რაიონული თვითმმართველობის გადაწყვეტილება არ არის სწორი. მაშინ სისხლის სამართლი აკონტროლებს. არა. გეტყვი. არის მერიაც მუნიციპალიტეტიც არის ადმინისტრაციული ორგანო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ორგანოებს შეიძლება ყავდეთ ზემდგომი ორგანო, ან არ ყავდეთ. თუ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუშვეს შეცდომა, ეს აქვს უფლება მიმართოს თვითონ ამ ორგანოს ზემდგომ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ ის მოქმედგომა ორგანომ იმედია გაუგებრა და აქვს დაუშვა შეცდომა. თუ ამ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ყავს ზემდგომი ორგანო, მაშინ პირველი უფლებამოსილი არის მიმართოს ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა პალატას სასამართლოს და შეიდგინოს ადმინისტრაციული საჩივარი. ეხლა მოდი მარტივად რომ აქცენტ მაგალითი. სკოლა არის ადმინისტრაციული ორგანო. სკოლა შენ გაგაგდა სკოლიდან, გაგრიცხა სკოლიდან უკანონო. ყველანაირი საფუძვლის დარღვევით არ არსებობს შენ გარიცხვის საფუძველი გაგრიცხეს. სკოლას ყავს ადმინისტრაციული ორგანო ზემდგომი. განათლების სამინისტრო. შენ მიდიხარ განათლების სამინისტროში და შეგაქვს საჩივარი. რომ აი ამ და სკოლა, ასწავლო მეორე სკოლა, რაღაცა. აი უსაფუძვლოდ გამარჯვება გამორიცხა სკოლიდან, რამე მნიშვნელობით.
აი ეს გამოწვევს დაიწყო ადმინისტრაციული სამართლის წარმოება. შეიძლება სკოლას დაიწყოს ზუსტად ადმინისტრაციული სამართლის გადახდა, ადმინისტრაციული სამართლის დაიწყო. ეხლა შემდეგ, აი ეს მეორე მაგალითი, როდესაც ზემდგომიდან მართვის. თქვათ, ეს იცავ დაქვედაობაზე, რომ თუ თქვა აღმოჩნდა, რომ განათლების სამინისტროს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, შეიძლება მიმართოს სასამართლოს. ანუ აი ეს არის ხო ბოლო ინსტანცია, რაც მინდა განათლების სამინისტრო ვეღარ თუ რაღაც დააშავა იმას უკვე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო აღარ აქვს, ვისაც მიმართავ ადმინისტრაციულ საჩივი. შესაბამისად, შენ იბლები დაცვა ხელმოწერის სასამართლოს. ხო მარტივია. ზემდგომი არ ყავს მედრად სასამართლოში. ყავს მედრად ზემდგომში საჩივი. გაიყვეთ ცოტათი მაინც. თუ რამე გაუგებარია ვკითხეთ. ხო, ახლა ერთი კითხვა მაქვს, ძალიან დაიყალეთ. ხო, ცოტა მოწყენილები ხართ და თუ კიდევ ვითამაშოთ კიდე რომ ცოტა ენერგიაზე მოხვიდეთ, ანუ ჩვენი კამერაში იქნება გავერთობით და შემდეგ გავაგრძელოთ. არა იყო. გავაგრძელოთ. მოგლე. ზემპოზიტივი სამართლის თამაში მოგიდეთ, შეგიძლიათ თქვა და არ არის ისე. ხო, ეს კიდე ერთი წესია. ვითამაშოთ. Maxi. ანუ თუ გას მასწავლებლად ამოჩქარება და მე მაგან მოვასწრებ ბოლომდე დარჩენას. არჩანარ მაგას რა. ეხლა ხელები ესე წინ წამოიღეთ. და ეხლა შევიწროდით, თუმცა ხელები გატოვეთ ეგრე. ეხლა ვიცით, მოხდება თქვენი ხელი მოშეგეთ ხელი. ისე რომ არა მინდარჩეთ სამხელის გარეშე.
ზე პოზიტიურ სამართალზე იუსკო გინსზე და მორალ-ეთიკა ტრადიციაზე რაღაც ვისაუბრეთ, ხო? ხო, ასე თუ ვისაუბრეთ. ყველაფერი უნდა გათვალისწინებული იქნეს კანონში მაქსიმალური რაოდენობა. არ შეიძლება კანონი იყოს უზნეო, ასე ვთქვათ, ანუ უზნეო ზნეობაც შეფასებითი კატეგორია ასე არის, მაგრამ მიდამტერ უზნეო საქციას რო გადის კანონი და გავარდებულოს ეს უკვე უზნეო კანონია. აი თუნდაც მაგათისთვის რომ მოეყადა სანდრო ის რომ ებრაელებს ხვრეტდნენ. კი. ეს უკვე თავისთავად ზნეობას ეწინააღმდეგება, სხვა ყველაფერში თავი დავალებოთ. მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უმთავრესი ღირებულება. შემდეგი თემა არის ესეთი დემოკრატიული სახელმწიფო. დემოკრატიული სახელმწიფოს აქვს თავისი ნიშნები. ეს შემთხვევით არ არის რომ სამართლე ჩვენ გადავიდეთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. სამართალი ყველაზე მეტად რეალიზდება და ყველაზე მეტად გამოყენებადი ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ანუ როგორ ვიცით, ყველაზე დახვეწილი სამართალი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოს. იმიტომ რომ მაშინ მორალს, ეთიკას, ტრადიციას, კულტურას ყველაფერი არის გათვალისწინებული მაქსიმალურად და იუსკო გენსის მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. ნამდვილად. შესაბამისად, მოდი ვთქვათ ესეთი რა, დემოკრატია, ის აი რა გქონია დემოკრატია რა. მოდი ეს აღმოსავლეთობია. აი, ნუ წერაში მე ხო იცი რა ვარ დაწერ. ხალხის ძალაუფლებას. დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს. აი, შემდეგი რა არის? დემოკრატია თავისთავად რას მოიცავს, რას მოიაზრებს? რა უნდა დემოკრატიაში? სიტყვის თავისუფლებას მოიაზრებს დემოკრატია. შემდეგი ერთი მე ვერ გეწევი, ერთი წუთი. ანუ პირველი არის ხალხის მმართველობა, მეორე არის სიტყვის თავისუფლება. კანონიერი ცხოვრება. ხო, ანუ შემდეგი ეს რა გამოიწვია? ვინტყვას საზოგადოების უპირატესობა? საზოგადოების უპირატესობა? ვისთან არის უპირატესი? ჩემთან? საერთოდ მართლობაში აქვს უპირატესი როლი. უპირატესი როლი აქვს ქვეყნის მმართველობაში, ძალიან კარგი. ანუ ეგ არის ამ ხალხის მმართველობა? არის კანონიერად ცხოვრება, ხო? ხო, კანონიერი. კანონიერი. კომუნიკაცია ერთმანეთს გაჩვენს, არ აი, შემდეგი იდეები რა უნდა დემოკრატიულ თანასწორობა დავწერთ. ერთი წუთი ვეღარ გეწევით. ვიღაცამ რაღაც ხო კარგი და მე გამოვჭა. თანასწორობა. არა, შენი. ხალხის უპირატესობა. აუ, ხარ გადაბაზილი იყო. ეს კი ვეღარ აღვ. ანუ მეტი იდეები აქვს. ესეთი ჩამოვწერთ. კარგი, ანუ თქვენი ათვალისწინებით, მოდი ჩვენ გეტყვით ამ რას უნდა აკმაყოფილებდეს, ხო? დემოკრატიულ სახელმწიფოს რო იწოდებოდეს, სახელმწიფო რა პრინციპებს და რა ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს და მე ესეც გავშალოთ. აი იქნება. მოდი დემოკრატიულ სახელმწიფო პირველ რიგში არის ის, სადაც ხელისუფლება არ არის ერთი პიროვნების ხელში მოქცეული, ვიღაც ერთი პიროვნება ამას არ მართავს სახელმწიფოს და ხელისუფლება აუცილებლად განაწილებს. ანუ იგივე ხალხის მმართველობა, ერთი წუთი რა, ბოდიში გიჭრები. მაინტერესებდა როგორ გესახებათ ხალხის მმართველობა. ბოდიში. თუნდაც არჩევნები ერთ-ერთი მაგალითია. თავენთაზის გამოჩვენა გამოქვეყნეს რე